როგორ დაიწყო თელავში სასტუმრო აგარანი ისთეიჩი რუს ტურისტებსა და ქორწილის სტუმრებს შორის დაპირისპირება. ადვოკატის სასტუმროს კამერის ჩანაწერებს ასაჯაროებს, სადაც კარგად ჩანს სითხის გადასხმის მომენტი. როგორც ის წერს, 20 საათსა და 15 წუთზე რუსებმა აივნიდან ჯერ შეძახილები დაიწყეს, თითქმის წუთნახევრის შემდეგ კი მესამე სართულიდან გაურკვეველი სითხე გადმოასხეს, რომელიც მომღერალს, ქორწილის ორგანიზატორსა და აპარატურას გადაესხა. ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საქართველოს სამი მოქალაქე ბინის ქურდობის ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობის ბრალდებებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ისინი წინასწარ არჩევდნენ სახლებს, სადაც მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ, სპეციალური ხელსაწყოებით შედიოდნენ და ძვირად ღირებულ ნივთებსა და თანხას იპარავდნენ. ამოღებულია ნაქურდალი, დიდი ოდენობით ფული და ხელსაწყოები, ეძებენ დაჯგუფების მეოთხე წევრს. ცხენის ხორცის საბავშვო ბაღებში, მარნეულსა და ქარელში კომპანიებმა მოტყუებით საქონლის ხორცის ნაცვლად ბავშვების საკვებად ცხენის ხორცი შეიტანეს. საუბარია მაისის პერიოდზე, როგორც სუსი აცხადებს, მოგებული ტენდერებითა და თაღლითობის გზით კომპანიების BGM-1-ისა და ქართული ხორცპროდუქტების ფერმის დირექტორები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. დაკავებულია 2 პირი. მართვის მოწყობის გამოცდაზე ჩაჭრილმა პირმა გამომცდელს ფული შესთავაზა, შემთხვევა აჭარაში მოხდა. როგორც პროკურატურა აცხადებს, მძღოლობის კანდიდატმა მძიმე შეცდომა დაუშვა და ფულის სანაცვლოდ გამომცდელს გამოცდის გაგრძელება სთხოვა.